მოგესალმებით დღევანდელ გადაცემაში ინტერიერის დიზაინზე მინდა რომ მოგამარაგოთ რჩევებით ვესტუმრეთ თბილისში ერთ-ერთ გამორჩეულ სახლს, რომელიც მე მგონი ახლა უკვე იგრძნობა რომ საინტერესო სივრცეში ვიმყოფები. ვეცდებით რომ დღევანდელი გადაცემა თქვენთვის იყოს ინსპირაციის წყარო, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საცხოვრებელი ახლოს იყოს და გამოიყურებოდეს ისე როგორც ჩვენ გვსურს და ჩვენს ხასიათსაც გამოხატავდეს. მოკლედ ეს ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ნამდვილად საასახლო ვიმყოფები. ამიტომაც ინტერიერის დიზაინერის მოგაწოდებს რჩევებს როგორ უნდა არჩიოთ ფერები და რა უნდა გაითვალისწინოთ, როდესაც გსურთ, რომ თქვენი სახლი გამოიყურებოდეს ისე, როგორც თქვენ გსურთ. ეს სახლი გამოიყურებოდა რადიკალურად განსხვავებულად დასაწყისში და ამ ფოტოებსაც ვაჩვენებთ ჩვენს მაყურებელს. როდესაც სახლი ძალიან გგავს, ძალიან ჰარმონიული შერწყმარი. რატომ გადაწყვიტეთ ამის დატოვება და თან ესე თანამედროვე სტილში უკვე ამ კარის დამატებაც? ხო, ეს კარი გარდა იმისა, რომ თქვათ ფუნქციურია და საჭიროებდა იზოლირებას, რადგან შემოსასვლელი კარიდან პირდაპირ მისაღებში არ ყოფილიყო შემოსვლა შესაძლებელი. თქვენ მახსენდება ხოლმე იაპონელები, რომლებიც პირიქით დაზიანებულ ჭურჭელსაც კი არ აგდებენ სანაგვაზე, რადგან ისინი თვლიან, რომ სწორედ ის არის ისტორიის მატარებელი და პირიქით უფრო მეტი ენერგია აქვს დადებითი ვიდრე ცუდს მაყურებელს ვაჩვენა რა საყვარელი სივრცე აქვს მოწყობილი პეპის პორტალის გამყოფი გახდა საქანელა, რომელიც ყოფს ამ ორ სივრცეს ერთმანეთისგან. ძალიან მიყვარს ზოგადად ტანსაცმელი, რომელიც საინტერესო თარგით არის, საინტერესო ნაჭრით. მეგობრებო, სააბაზანო, რომელსაც აქვს ჭაღი ულამაზესი, ყველაფერი არის ისეთი, როგორიც შენ გინდა რომ იყოს და ისეთი, როგორიც შენ ხარ. ეს რომ იგრძნობა შენ სახლში, მგონია რომ ჩვენი მაყურებელიც გრძნობს ამ ყველაფერს. ჩვენი გადაცემის სტუმარია ინტერიერის დიზაინერი პეპი. მოგესალმები. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადე რომ იღებ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას და თან ძალიან მიხარია რომ ჩვენს მაყურებელს რაღაცნაირად შევთავაზებთ კარგ იდეებს შენი გამოცდილებიდან შენი სახლიდან რომელიც დაარწეული ვარ მათ გამოადგებათ. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და ძალიან გამიხარდება თუ ჩემი რჩევები გამოადგებათ ადამიანებს, რომლებიც ამ გადაცემას უყურებენ. მე ძალიან მოკლედ ეს სახლი გამოიყურებოდა რადიკალურად განსხვავებულად დასაწყისში და ამ ფოტოებსაც ვაჩვენებთ ჩვენს მაყურებელს. ამიტომ მინდა რაღაცნაირად ეს დასაწყისი, როდესაც მათ აქვთ ეს იდეა, რომ რაღაცნაირად საკუთარ თავთან ახლოს იყოს მათი სახლი, როგორ უნდა დაიწყონ ამ ყველაფრის დაგეგმა. რა თქმა უნდა, ფერები არის ალბათ ერთ-ერთი პირველი, რომელიც კარგად უნდა დაფიქრდნენ, რომელი ფერები უყვართ ზოგადად ალბათ ტანსაცმლის არჩევის დროსაც ესეც რაღაცნაირად გასათვალისწინებელი, მაგრამ სახლი უფრო მუდმივია, ხომ ვერ შევცვლით ისე სწრაფად, როგორც ტანსაცმელს. ამიტომაც რას ურჩევდით მათ ფერებთან დაკავშირებით და შემდეგ როგორ დაიწყონ აი ეს მოწყობასთან დაკავშირებული დეტალების მოგვარება. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ყველა სივრცე არის ინდივიდუალური, ყველა ადამიანიც, რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვაკეთებთ ჩვენ საკუთარ სახლს, უნდა დავფიქრდეთ იმაზე, ჩვენ რა ემოცია გვინდა დაგვიტოვოს, რა ემოცია გვინდა დაგვიტოვოს ჩვენმა ბინამ და იმ ადამიანებისთვის, თუნდაც ვინც ჩვენთან სტუმრად მოვა, რა ემოცია გვინდა მივიტანოთ. ანუ ვინ ვართ ჩვენ, რა გვიხარია, რა გვწყინს, რა როგორი ადამიანები ვართ და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ეს სახლიც იყო ჩვეულებრივი სტანდარტული ღია ფერის კედლებით და პარკეტით. პარკეტი შევინარჩუნე, მაგრამ დანარჩენი არაფერი არ დარჩა ძველი, მაქსიმალურად ვეცადე რომ ჩემს პიროვნულ ხასიათზე მომერგო, ის ფერები გამომეყენებინა, რომელიც ჩემთვის კომფორტულია და მე მიქმნის განცდა სიმყუდროვის და აქედან გამომდინარე შემოვიდა ბევრი მუქი ფერი, ესეთი წითელი ტონალობები, რომელიც ჩემთვის ძალიან პირადად ძალიან კომფორტულია, საცხოვრებლადაც, სამუშაოდაც და ტონუსში რომ ვიყო სულ. აქედან გამომდინარე გამოვიდა ვარდისფერ წითელ ბორდოსფერში სახლი, ბევრი მცენარეებით და ბევრი ისეთი დეტალით, რომელსაც წლების მანძილზე ვაგროვებ. და ნაძვისხით. და ნაძვისხით ასევე, რომელიც ძალიან მიყვარს და პირველი ამ სახლს მისაღებს რომ გეგმავდი, ზუსტად ვიცოდი, სანამ ყოფილიყო ნაძვისხი, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხნით დგას ხოლმე ჩემს სახლში ნაძვისხი, რადგან ძალიან ვინტაჟური სათამაშოები მაქვს ბევრი და ვაგროვებ და ძალიან მიყვარს მათი ცქერა და ყურება და აქედან გამომდინარე ნაძვისხეთს იკავებს ხოლმე ძალიან მთავარ მნიშვნელობას
მისაღებში და ბუხარით შესაბამისად გაკეთდა მე როგორ დეკორატიული, რადგან ბუნებრივი საშუალება არ იყო რომ აქ გაკეთებულიყო შუა ოთახში და გაკეთდა დეკორატიული ბუხარი, რომელიც ასევე მე თვითონ გარედან მოვაპირკეთე ამ რაღაცა ბარელიეფებით და ვითამაშეზე, მაგრამ საბოლოო ჯამში მივიღე ის, რაც ძალიან მინდოდა რომ გამოსულიყო ამ პატარა სახლში, ჩავატი ყველაფერი, რაც ჩემს კომფორტს და ჩემს პირად აი ამ ემოციებს, რაც სახლიდან მინდა მივიღო, ამ ყველაფერს თვალისწინებს. კიდევ რომ მიმოვიხილოთ ეს მისაღების სივრცე, რომელიც სახლში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით. როგორც საძინებელი დასაკუთრებით, მაგრამ ყველაზე მეტ დროს ალბათ ვატარებთ ხოლმე მისაღებ ოთახში, როგორც ჩვენ, ასევე ჩვენი სტუმრებიც. ამიტომაც მათ თუ ვისაც კომფორტული უნდა იყოს რაღაცნაირად, რადგან ჩვენი მეგობრები რაღაც ალბათ იზიარებენ ხოლმე ჩვენს რაღაცნაირ გემოვნებას, იმიტომ რომ მეგობრების თანხვედრა ალბათ ამიტომაც არის შემდეგ რომ მეგობრები ხდებიან, რაღაცა მათ საერთო აქვთ. აი ამ შემთხვევაში როგორ ფიქრობდი რომ მეგობრებთან ერთად კარგი დრო რა გაგეტარებინა, რა გჭირდებოდა? ვინტაჟური სკამები მაგალითად მაგი და ეს რაღაცნაირად ძალიან ლამაზი ნარდიც არის, რომელსაც ხედავ, თუ თამაშობთ ხოლმე, ეგეც მაინტერესებს და მაგათ როგორ შექმენი ისეთი გარემო, რომელსაც ფიქრობდი როგორც შენ, ასევე შენს მეგობრებს მოეწონებოდათ. პირველ რიგში ყველა ადამიანის მეგობარი პატივსცემს იმ ადამიანს და იმიტომ მიდის სტუმრად იმ ადამიანთან, რომ მისთვის ის ადამიანია ძვირფასი. შესაბამისად, როდესაც სახლი ძალიან გგავს, ძალიან ჰარმონიული შერწყმარი და აქედან გამომდინარე იმ სახლშიც მიუხედავთ იმისა, რომ ჩემი არც ერთი მეგობარი არ არის ესეთი ფერებთან ესე დამეგობრებული და ყველაზე ხშირად არის ხოლმე რაღაცა ეგ კონტრასტი ჩვენს შორის, თუნდაც ვიზუალური მხარით და ჩაცმულობით, ამ შემთხვევაში სახლმა ითამაშა ის როლი, რომ უბრალოდ ჩემი მეგობრები ხედავენ მე როგორი ვარ და ზუსტად რაღაცა ეს თანხვედრა გვაქვს მე და ჩემს ბინას და აქედან გამომდინარე ისინიც თავს კომფორტულად გრძნობენ მიუხედავთ იმისა, რომ უმეტესობას თვითონ ცხოვრობს ღია ფერის კედლებში და აქ არ გრძნობენ ხოლმე რაღაცა იმ დისკომფორტს, რაც ეგონათ რომ დისკომფორტი იქნება. სხვა შორის მეც ეგ ვიფიქრე, იმიტომ რომ მეც უფრო შედარებით ღია ტონალობების მოყვარული ვარ, მაგრამ ამ სახლში ისე არის გადანაწილებული ეს ფერები თუ მოწყობის სტილი, ეს ინტერიერი რაც აქვს, თუნდაც სამზარეულო, საძინებელი, სააბაზანო, რომელსაც ყველა ოთახს დავათვალიერებთ ჩვენს მოყვარებელს, რაღაცა ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა. ამიტომ ეს ნამდვილად აქვს. არ ვიცი ეს რისი დამსახურება, ალბათ ყველაფერი ერთად შეიძლება ითქვას. მხოლოდ მუქი ფერების დამსახურებაც არ არის, ხო? აი რაღაცნაირად უხდება ყველაფერი ერთმანეთს. პირველ რიგში ალბათ ეს არის სტილის ერთიანობა, რაც აერთიანებს აი ამ ძველ ნივთებს და ჩემს სიყვარულს ამ ძველი ნივთებისადმი, რომელიც ერთად როგორც იქნა დაალაგდა, ასევე იმ თანამედროვე კომფორტს, რომელიც თქვათ შემოსულია ამ ბინაში უკვე იმ რაღაცა თუნდაც რადიატორის და მსგავსი ნივთების სახით, ტელევიზორის სახით, რომელიც ძალიან ესე ორგანულად არის ჩაწერილი, თან თავისთვის არის, თან ფუნქციას ასრულებს და თან ძალიან აი ამ სტილში კარგად ჩაჯდა და მოეწყო და აქედან გამომდინარე ყველა ეს დეტალი, რომელსაც ძალიან დიდხანს ვფიქრობდი და წარმომედგინა როგორი ბინა მინდოდა რომ მქონოდა, აი ეს ყველა დეტალი ერთად რომ არის უკვე რაღაცა რეალიზებული რო გახდა ეს პროექტი, აქედან გამომდინარე მგონია რომ აი ეს სიმყუდროვე, რასაც მე თვითონ ვეძებდი ჩემ ბინაში, ეს სიმყუდროვე შევქმენი და შესაბამისად ალბათ ადამიანებისთვის ვინც აქ მოხვდება და ვინც ხვდება ხოლმე ყველას რაღაც მსგავსი რეაქცია აქვს, ძალიან დიდხანს ათვალიერებენ, ძალიან დიდხანს აღმოჩენებს შეიძლება და ეს ძალიან მომწონს მე თვითონ ეს პროცესიც, რომ აი ჩემი სახლი სულ რაღაცას ყვება. ყოველ ჯერზე დილით სხვანაირია, საღამოს სხვანაირია, გვიანღამეს სხვანაირია, სხვა სეზონზე სხვანაირია და აქედან გამომდინარე რაღაცა სულ ეს არის. მოძრავი და ცოცხალია ეს ორგანიზმი. ნამდვილად, რაღაც მუზეუმივით არის შეიძლება ითქვას, ბევრი რამ არის, რაც შეგვიძლია დავდგეთ და ვუყუროთ და დავათვალიეროთ. ეს რეტრო ნივთები მეც ძალიან მიყვარს და ამიტომაც მე მგონი გადაცემის ბოლოს კიდე შემოვული ცალკე. ამ სახლს ერთ-ერთი რომ რაც მომეწონა და რაც თანამედროვე და ასე რომ ვთქვათ რეტრო სტილის სინთეზი არის, ეს არის კარი, რომელიც ახალია, მაგრამ ეს ჩარჩო არის ძველი და ძალიან ლამაზად გამოიყურება ერთდროულად. რატომ გადაწყვიტეთ აი ამის დატოვება და თან ესე თანამედროვე სტილში უკვე ამ კარის დამატებაც? ხო, ეს კარი გარდა იმისა, რომ ვთქვათ ფუნქციურია და საჭიროებდა იზოლირებას, რადგან შემოსასვლელი კარიდან პირდაპირ მისაღებში არ ყოფილიყო შემოსვლა შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, რაღაცა ბარიერებით გავაკეთე და არ მინდოდა რომ ბოლომდე დახურული ყოფილიყო, რადგან პატარა სივრცეა ისედაც ეს გამჭვირვალობა ამ შუში ჩემოვიტანე და ის მომენტი რომ მინდოდა ეს ჩარჩო, რომელიც მანამდე იყო თეთრი საღებავით დაფარული,
თეთრ ფერს ვებრძვის სულ ვცდილობ რომ ყველანაირად ვეცადო რომ არაფერი არ იყოს თეთრი ამ სახლში ამ მას მოკლედ ჩარჩოს მივადექით და ეს სპეციალური ფენით ავაცალეთ საღებავი მე თვითონ ავაცალე ესეთი იმით რკინის შპატელით რომ გამომეჩინა ის ძველი ხე, რომელიც იატაკთან ერთად ძალიან ისეთი დამეგობრდა, იმიტომ რომ იატაკიც არ გავუკეთე რესტავრაცია. ძალიან მომწონს მეც. და უბრალოდ გავაკეთეთ მოხვეწა იატაკის, ლაკი წაუსვით და ესე დავტოვეთ, რამდენიმე ფენა უსვია ჩემი ხელით არის ხოთ შორის სათითაო ღერი მაქვს ლაზურით დამუშავებული, იმიტომ რომ არავინ ეს როგორც წესი მთლიანად ხებავენ ხოლმე და მე არ მინდოდა რომ ლაქები ან რაღაც ქონოდა და სათითაოდ აი ორ ოთახში მაქვს შრომატევადი იქნება. მუხის იატაკი და ძალიან შრომატევადი იყო მართლა რაღაც 3 დღე მოვუწია ამ ყველაფერს, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის რომ ეს იატაკი გადარჩენილიყო და ამ სახლის მთავარი ღირებულება რაც არის ეს იატაკი მინდოდა რომ რომელმაც გადაიარა მთელი რემონტი და არავის არ ჯეროდა რომ გადარჩებოდა და არავინ არ უფრთხილდებოდა და მაინც ჯეროდათ რომ შევწყვეტი. მაგრამ ფაქტი სახეზეა რომ შვენივრად გამოიყურება. კი და ძალიან მიყვარს და ესეთია რა თან ინახავს აი იმ ისტორიას რაც ამ სახლს ზოგადად გადაუტანია რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით. როდესაც რაღაცებს ვტოვებთ, რაც ძველი არის. ხო, არის ორი კატეგორია ადამიანები შეიძლება ითქვას, რომლებსაც ძველი ნივთების მოყვარულები არიან და მეორე კატეგორია, რომელსაც პირიქით ეს ენერგია ძველი, ესე რა ვთქვათ, სამყაროდან დაწყლებიდან არ მოსწონს. მაგრამ აქვე მახსენდება ხოლმე იაპონელები, რომლებიც პირიქით დაზიანებულ ჭურჭელსაც კი არ აგდებენ სანაგვაზე, რადგან ისინი თვლიან, რომ სწორედ ის არის ისტორიის მატარებელი და პირიქით უფრო მეტი ენერგია აქვს დადებითი ვიდრე ცუდი. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ძველ ნივთებთან გვაქვს ურთიერთობა, ზუსტად ეგ რომ გააზრებული გქონდეს, რომ ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს იმის, ვინ იყო მისი მფლობელი, რა ცხოვრება გამოიარდა, ასე შემდეგ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ნივთის ღირებულებას ზუსტად დრო განსაზღვრავს და ზუსტად ის განსაზღვრავს, რომ ამან ამ ნივთმა ერთი ცხოვრება უკვე გამოიარა და ჩემთვის ახლა როგორც რა ვიცი კოლექციონერი შემიძლია დავარქვა საკუთარ თავს, იმიტომ რომ ვაგროვებ თითქმის ყველაფერს და მithumetes აი სარკეებზე მაქვს განსაკუთრებული აქცენტი ყოველთვის ძალიან ბევრი სარკე მაქვს და ჭაღები მიყვარს განათებების ბრები იგრძნობა რომელიც ხო აქ კიდე მცირე რაოდენობა წარმოდგენილი რაც გავიმეტე საკუთარი თავისთვისაც ძალიან ბევრი მაქვს ეს დასაწყობებული და უფრო დიდ და ესეთ სასახლის ხელა სახელოდები იქ ყველაფერი ერთად გამოვფინო ხო და აი ძალიან მნიშვნელოვანია რომ ხშირად მსმენია რომ აი სარკეს რაღაცა ენერგიები აქვს და გამოცვალეთი სარკე და ამ დროს ბროლის სასწაულ სარკეს რომელსაც თავის ეს კანტი აქვს იმას იღებენ ხოლმე და ჩვეულებრივ სარკეს ვამენ რაც ჩემი აზრით უფრო დიდი დანაშაულია ვიდრე ის რომ რაღაცის გვეშინოდეს არ არსებულის იმიტომ რომ ყველაფერი დამოკიდებული მაინც შენს პირად დამოკიდებულებას და რამდენად შენ თვითონ ხარ შეიძლება შენ თვითონ შექმნა ის ცუდი ენერგია და ამ დროს საერთოდ არ იყოს ეს არაფერ შუაში კი ბატონო გავაგრძელოთ კიდევ შემდეგი ოთახიც მინდა რომ ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებელს სამზარეულო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი არის ჩემთვის ძალიან მიყვარს და განსაკუთრებით მომეწონა თქვენი სამზარეულო იმიტომ რომ ცალკე დროის გასატარებელი სივრცე არის ძალიან კომფორტული ამიტომაც აუცილებლად უნდა ვნახოთ ჩვენს მაყურებელს ვაჩვენო რა საყვარელი სივრცე აქვს მოწყობილი პეპის და ეს საქანელად როგორ უხდება ამ ყველაფერს ხო, ამ საქანელის ამბავი და ზოგადად აი ამ სივრცის შექმნის ამბავი აქ იყო კედელი, რა თქმა უნდა, არა მზიდი და გახსნადი კედელი იყო, რომელიც სამზარეულო იყო იზოლირებული და იყო დახურული მეორე მხრიდან შემოდიოდი ამ სივრცეში და რა თქმა უნდა, ჩემთვის იქიდან გამომდინარე რომ სამზარეულო არის რაღაცნაირი სივრცე, სადაც მეგობრები გადიან, გამოდიან მე მისაღებში, არ მინდოდა ეს რაღაცა იზოლირებული სამზარეულო და პირველი ვიფიქრე რომ რა თქმა უნდა გავხსნიდი ამ სივრცეს და მზის სხივების წყაროც იქნებოდა მისაღებისთვის და როდესაც ეს ნიშა წარმოვიდგინე რომ გაიხსნებოდა რა თქმა უნდა წარმოვიდგინე რომ ჩემი საყვარელი ერთ-ერთი ესეთი ობიექტი არის ხოლმე საქანელო რომელსაც ძალიან ხშირად ვიყენებ ხოლმე თუ არის ამის საშუალება ინტერიერებში და რა თქმა უნდა მეც როდესაც მომეცა საშუალება მე თვითონ მქონოდა და პატარა პორტალივით გახდა პორტალის გამყოფი გახდა საქანელო
რომელიც ყოფს ამ ორ სივრცეს ერთმანეთისგან და თან აქ გქონდა ყველა ვარიანტში უნდა ყოფილიყო პოდიუმი ეგრეთ წოდებული, რომელიც კომუნიკაციებს დაჭერდა სამზარეულოს და აბაზანის და აქედან გამომდინარე ამ საქანელამ ეს ნაწილი ისეთი შესამჩნევი აღარ გახადა როგორც არის. რა თქმა უნდა, ფუნქციურია და ძალიან ერთობა ხოლმე ყველა ვინც მოდის აქ. დარწმუნებული ვარ. ამ საქანელით. ძალიან მიხარია, რომ ჩვენს მაყურებელს პარალელურად ვაჩვენებ, როგორ გამოიყურებოდა ეს სივრცე მანამდე და რაც ეს პეპიმ შეავლო ხელი, შემდეგ უკვე როგორ შეიცვალა და გაფერად და შენსავით. მრგვალი მაგიდა არის ჩემთვის ერთ-ერთი კომფორტული, ესე რომ ვთქვათ, ფორმის მაგიდა და ძალიან სიამოვნებს, როდესაც მეგობრები რაღაცნაირად თანაბარ, ესე რომ ვთქვათ, სივრცეში ვიმყოფებით, იმიტომ რომ მრგვალმაგიდას ნამდვილად აქვს ეს რაღაცნაირი ხასიათი, ხო? კი, მრგვალმაგიდას გარდა იმისა, რომ ფუნქციურად ძალიან მარტივია მისი მოხმარება, იმიტომ რომ არ პატარა სივრცე ჭირდება უფრო ვიდრე ოთხკუთხედ მაგიდას და ტევადიც არის, ხო? კი, კუთხეები არ გიქმნის წინაღობებს, როდესაც მით უმეტეს პატარა სამზარეულოა და დაჯახების აი ამ რაღაც მომენტებს თავიდან ვირიდებთ. გარდა ამისა, ამ სივრცეში ეს მრგვალი მაგიდა უკვე არსებობდა ეს მაგიდა, რომელიც ძალიან მიყვარს და ძალიან ბევრი წელია მაქვს თავის სკამებთან ერთად და ეს სკამები ძველია, ხო? და მე მეკითხა, რომ როგორ მოხდა, რომ შენია ეს სკამები, თქო, რომ ძალიან ლამაზია. კი, ეს სკამებიც ძველია და ეს მაგიდა და სკამები ვიცოდი რომ მქონდა და მინდოდა რომ აქ ეცხოვრა ამ მაგიდას და სკამას და შესაბამისად უფრო აი ამ რაღაცა დეტალებს ვარგებ ხოლმე ზოგადად ყველაფერს რაც მინდა რომ განვათავსო სივრცეში. ასევე აქ ეს ჭაღი არის ძალიან განსაკუთრებული, რომელიც ძალიან საინტერესო ისტორია ჰქონდა. რამდენიმე წელი მქონდა შენახული ეს ფოტო ამ ჭაღის, რომელიც იყო გაყიდული და ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც რემონტი დავიწყე, იმ პერიოდში გამოჩნდა კიდე თავიდან გასაყიდად და თქვი ნიშანია და ძალიან მინდოდა რომ აქ სამზარეულოში ქონოდა მას თავისი ადგილი. და ნუ რა თქმა უნდა, სამზარეულო იქიდან გამომდინარე რომ ჩემთვის არის სივრცე, სადაც მხოლოდ მე ვამზადებ საჭმელს და მე თვითონ რა ცხოვრების სტილიც მაქვს იქიდან გამომდინარე ნაკლებად მივერთმევ შემწვარ რაღაცებს და უფრო ჯანსაღსაკვებზე ვარ გადასული და ჯანსაღკვებაზე აქედან გამომდინარე ვიცოდი რამდენად დატვირთული უნდა ყოფილიყო სამზარეულო და უფრო დავტვირთე იმ ნივთებით, რომელსაც სივრცე ჭირდება და რომელიც მთელი ბავშვობის მანძილზე რომ ახსოვდა, რომ სადღაც უნდა იყოს მადონას სერვიზზე შენახული და ხელი არ უნდა გადმოიღო ხოლმე სპეციალურად ესე თქვათ თარიღებში. ეგ ყველაფერი აქ მინდოდა რომ ძალიან უბრალო ხის სტელაჟებზე განმეთავსებინა, რომელიც ძალიან ხელშეხებად გახდიდა ამ რაღაცა რელიკვიებს, რომელიც ყველა სახლში და ყველა ოჯახში არსებობდა, რომელიც იყო რაღაცნაირად დახურული ყოველთვის და მინის მიღმა. და ესე გაჩნდა ეს რაღაცა მარტივი კონსტრუქციის ფანერით შესრულებული სამზარეულო, ღია თაროებით, რა თქმა უნდა, არის იმის პრობლემა, რომ უფრო მეტად ჭირდება მოვლა, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს და ყურადღების მიქცევა, თუმცა ის კომფორტი, რომ ყველაფერს ვხედავ, ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, და სამზარეულოს ვაკეთებდი, რომ რაღაცა რაც მომივა, უცებ მუზა რომ მოვა ხოლმე, ეგრევე ვხედავ ყველაფერს. აი, შეიძლება დაინახო და მე გაჩნდა სწორად. და მადონა სერვისი იმედია, როგორც ჩვენი წინათაობები არ ინახავ უბრალოდ და იყენებ. კი ბატონო, ვიყენებ თან მადონას სერვისაც, რომელიც განთავსებული ესე თამამად დევს წერიც კედება მინდა გითხრათ. ძალიან კარგი. მოკლედ გავაგრძელოთ მოგზაურობა შენ სახლში და გადავინახოთ უკვე შემდეგ სივრცეში. მოკლედ მოვედით საძინებელში. რომელიც არის გარდერობი ფაქტიურად, იმიტომ რომ უამრავი ტანსაცმელი გაქვს. რეტრო სტილის, მეც წინა საუკუნის პერანგი მაცვია. და აქაც ძალიან ისეთი კარგი კოლექცია გქონია წარმოდგენილი და მაგაც პატარა მაღაზია მე მგონი. ხო, პირველ რიგში ძალიან დიდი კომპლიმენტი მიიღე ჩემი ამ ვინტაჟური შენი სამოსის მიმართ, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ზოგადად ტანსაცმელი, რომელიც საინტერესო თარგით არის, საინტერესო ნაჭრით არის შექმნილი და შესაბამისად მე თვითონ მაქვს ეს რაღაცა უკვე დამოკიდებულებაც კი ტანსაცმლის მიმართ, ძალიან ბევრნაირი ფორმის, სტილის,
ფაქტურის, თვლებით, აპლიკაციებით და ასე შემდეგ მაქვს, რომელიც რა თქმა უნდა რომ ვაკეთებდი საძინებელს, მქონდა გათვლილი რომ აუცილებლად მინდოდა რომ ეს სულ მეყურებინა, თვალს რო გავახელდა, აი ჩემი ბედნიერება პირველი არის ის რომ უყურებ ჩემს რაღაცა ქონებას და ავლადიდებას, რომელიც არის აი რაღაცა ძალიან ნამდვილად ისეთი საამაყო და აი თითქმის არასდროს არ მწმია ალბათ ერთი და იგივე ტანსაცმელი, იმიტომ რომ n რაოდენობით ტანსაცმელი მაქვს, რომელიც ესეთია თან არა ჩვეულებრივი, ანუ აი ყოველდღიურად რო ვერ ჩაიცმევ, რომელსაც მე ყოველდღიურად ვხმარობ ხოლმე და მაქვს ასევე ძალიან დიდი კოლექცია კიმონოების და ეს რაღაცა იაპონური და ჩინური ქსოვილები ძალიან მიყვარს და ძალიან ბევრი მოქვს მსგავსი სამოსი და რა თქმა უნდა, ნუ ეს წულის ესეთი ფუშფუშა კაბები რომელიც პრინცესული რომელიც ხო ჩემი შინაგანი ბავშვი არის ხოლმე ძალიან ბედნიერი როდესაც მსგავსი ზეიმის კაბები აცვია ხოლმე და ამიტომ როდესაც საძინებელს გეგმავდი პირველ რიგში რა თქმა უნდა მქონდა იდეა რომ აუცილებლად მინდოდა ღია ყოფილიყო ესეც რა თქმა უნდა დისკომფორტია ხშირ შემთხვევაში როდესაც საძინებელში მით უმეტეს ყველაფერი არის ღია იმიტომ რომ თან ფერადი ლაქა არის შემოსული მაგრამ როგორც მიხვდებოდით ალბათ ფერებთან ძალიან მეგობრობ და ის რომ რაღაცა გადაჭრელდებოდა ამის პრობლემა არ იყო ჩემ შემთხვევაში და აქედან გამომდინარე მთელი საძინებელი გადაწყდა ესეთი ძალიან მსუყე ფერებით, იგივე კედლის ქაღალდი, რომელიც არის ესეთი ბუთქუჩა ვარდებით დახუნძლული, რომელიც ჩემს ბავშვობის მოგონებასთან ასოცირდება, იმიტომ რომ ბავშვობაში მახსოვს, მქონდა ჩემს მეზობელს მისაღებში ძალიან დიდი ვარდების, ესეთი ქაღალდის შპალერი, რომელიც იყო უფრო ღია ფერებში, ვარდისფერი ვარდები იყო და სულ აი ყველაზე დადებითად მახსენდება ის შპალერი კედლის ქაღალდი და როდესაც საძინებელს ვაკეთებდი, გამახსენდა ეს ვარდები, რომ ძალიან ყველაზე ბედნიერს გამხდიდა ეს ვარდები ალბათ და თან ბორდოსფერი ფერი აქვს ამ შპალერს ფონად, რაც იყო ჩემს შემთხვევაში ამ საძინებლის თვის მის ამაზე მაგიტომ გავაკეთე არჩევანი, რომ ერთიანობას შეკრავდა, რომელიც მინდოდა რომ ყოფილიყო დაცული და გაგრძელება ყოფილიყო მთელი სახლის. და ეს თანათიც როგორი ლამაზია, ეს შეიძინა თუ აქ დაგხვდა? არა, ყველაფერი არის ჩემი მოტანილი, ყველაფერი არის მანამდე შეძენილი და აღმოჩენილი და ეს საძინებელიც თვითონ რეჟანსი ქვია ამ საძინებელს, რომელიც არის მუქი ალუბლისფერი, ბორდოსფერი ფერი, რომელიც ჩემი ოჯახის ეს იყო ასე ვთქვათ. დანატავარი. ხო, ავეჯი, რომელიც მინდოდა რომ ახალი ცხოვრება ქონოდა ამ სახლში და ძალიან კარგად ჩაეწერა მისი ფერთა პალიტრა ზუსტად იმ ყველაფერს რა ფერებშიც გადაწყდა მთელი ჩემი საძინებელი ოთახი. ესე იგი თვალსაწიერი შენთან არის უფრო დატვირთული, როგორც ფერებით, ასევე ავეჯით და პატარა დეტალებით. ძალიან ბევრი რამ არის მართლაც, ალბათ ძალიან დიდი დრო არის ეჭირო ყველაფერი რა ვნახოთ, თუნდაც მართლა აუთლეტი არის წარმოდგენილი საძინებელში. და ამისთვის მე მგონი ცალკე უნდა გესტუმრო, რომ ეს კოლექცია გაუზიაროთ მაყურებელს და ვნახოთ, იმიტომ რომ მართლაც უნიკალური ტანსაცმელია შემორჩენილი შენთან სახლში, როგორც ინტერიერი, ასევე სამოსის მიმართულებით საკმაოდ განსხვავებული სტილი გაქვს და ეს ძალიან დასაფასებელიც არის, იმიტომ რომ კოლექციონერი ხარ ნამდვილად. მე ახლა აღმოვაჩინე, არ ვიცოდი, მოვედით სახლის ანახავად და მივხვდი, რომ კოლექციონერი ხარ ნამდვილად. ხო, ბევრი ისეთი რაღაცის, რაც ჩემს ძალიან პირად სიამოვნებებთან არის კავშირში. ძალიან ხშირად მინდა რომ ჩემთან ახლოს იყოს ხოლმე ეს ნივთები და არასდროს არ მენანება არანაირი რესურსი ამ ყველაფრისთვის რომ დილით რო გავიღვიძებ ვუყურებდი იმ კონკრეტულ რაღაცა ნივთს რომელიც ბედნიერებას მომანიჭებს. ძალიან მაგარია და ალბათ ესეც განიჭებს ბედნიერებას ხო ძალიან საყვარელია. ხო, სათამაშოებიც ბევრი მიხარ ესეთი ხან ჩემი ცხოვრება ერთობენ ხან მე დეკორაციებად ვიყენებ ხოლმე. ძალიან საყვარელია. კარგი, მოკლედ ჩვენს მაყურებელს ახლა უკვე შევთავაზოთ სააბაზანოს დათვალიერება, რომელიც მგონია რომ სხვანაირი რა ყოფილიყო ალბათ შეიძლება გამოგვეტავებინა, მაგრამ იმდენად ლამაზია და იმდენად გამორჩეული არის, რომ აუცილებლად უნდა ვაჩვენოთ ეს რომ წავედით. მეგობრებო, სააბაზანო, რომელსაც აქვს ჭაღი ულამაზესი და მართლაც არის ყველაფრის ნაწილი, ოთახია ცალკე შეიძლება ითქვას და არ მხოლოდ რაღაცნაირი სტანდარტული სააბაზანოები, რომელსაც ხშირად ვაწყდებით ხოლმე. არის გამორჩეული. ხო, სააბაზანო ოთახი ზოგადად ჩემთვის არის ხოლმე, როდესაც პროექტებზე ვმუშაობ, პირველი ვაკეთებ სააბაზანო ოთახს, იმიტომ რომ არ მიყვარს, როდესაც
არ არის ოთახის ნაწილი და არის ჩვეულებრივი სტანდარტული მოცემულობა, რადგან საბრძანო ოთახი არის ყველაზე ინტიმური სივრცე, სადაც ადამიანი მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მთელ დღეს არ ატარებდეს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ემოცია მოქონდეს იმ რაღაცა სიმშვიდის და კომფორტის, რაც აუცილებელია, რომ თუნდაც დღე დაიწყო კარგი განწყობით. შესაბამისად, ამ საბრძანო ოთახს რომ გეგმავდი, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილი მქონდა, რომ იქნებოდა ჩასაწოლი აბაზანა, რომელიც ძველი თუჯის აბაზანა იყო, დავტოვე, შევღებე ვარდისფრად და ზემოდან დავამაგრეთ ქვის ზედაპირი, რომელიც მას თან ფუნქციურს ხდის, ზემოდან შეიძლება რაღაც ნივთების დაწყობა, რომელიც როგორც მიხვდით ძალიან ძალიან მჭირდება. ძალიან საჭიროც არის, რადგან პატარა სივრცე იყო და ბევრი სათავსოს ადგილი არ იყო, აქედან გამომდინარე ეს რაღაცა მარტივი გადაწყვეტილებები მივიღე. და რა თქმა უნდა, ის ესთეტიური მხარე, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვარდისფერი და წითელი ფერი გამეორებული ყო ამ სივრცეშიც, მოახდინე ეს ნახევრად ფილით მოპირკეთება და დანარჩენი კედლები არის დამუშავებული შეღებილი, რაც ზუსტად აი ოთახის განცდას ქმნის ამ სივრცეში და ფოტოებთან ერთად, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი რაღაცა ცხოვრების ეტაპი არის და კარგ ემოციებს მიტოვებს და რა თქმა უნდა, აქაც გვაქვს ის ნივთები, რომელიც მაქვს დიდი ხნის მანძილზე შეგროვებული, თუნდაც ეს ყვავილები, სადაც არის განთავსებული ლარნაკები, რომელიც მაქვს აღმოჩენილი ჯართში, სხვათა შორის და ესე ვეძებ ხოლმე რაღაც ეს განსხვავებული ნივთებს, რომელიც ვინც ეძებს ის პოულობს არის ნამდვილად თქვენ რომ მართლაც ეს ძველი ნივთები ნივთებს, რომლებიც ჩემთან ერთად მე კომფორტულად იცხოვრობენ და სხვა ფუნქცია შეითავსებენ და ესე მოკლედ ამ სივრცეშიც მაქვს ის გაგრძელება იმ მთელი სახლის, რაც გარშემო ხდება ჩემს ირგვლივ და მგონია რომ ეს სივრცეც ძალიან მგავს თავისი ხასიათით, თავისი რაღაცა ფარდით, რომელიც არის ვარდისფერი და ფუშფუშა, რომელიც ძალიან განსხვავებულ დეტალურად არის შემოსული და აქცენტად ამ საბაზანო ოთახში. ნამდვილად საინტერესოა და არის სახლის ნაწილი და არა რაღაცნაირად თქოს ცალკე სივრცე, რომელიც არ გავს დანარჩენ მთლიანობას, ასე რომ მეც ძალიან მომწონს. ძალიან მიხარია. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო, ძალიან საინტერესო იყო შენ სახლში მოგზაურობა, რაღაცნაირად გამორჩეული და განსაკუთრებულია მართლა და ალბათ ამ ყველაფერს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ისხდის, რომ ყველაფერი არის ისეთი, როგორიც შენ გინდა რომ იყოს და ისეთი, როგორიც შენ ხარ. ეს რო იგრძნობა შენ სახლში, მგონია რომ ჩვენი მაყურებელიც გრძნობს ამ ყველაფერს და ალბათ უფრო მეტად ეცდებიან, რომ საკუთარი სახლი მათ კიდევ უფრო მეტად გავდეთ. რა თქმა უნდა, თავის საკუთარი გემოვნებით და არა მხოლოდ ამ ინსპირაციით, რომელიც შენ სახლს აქვს. მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანი საკუთარ ბინას გეგმავს, რომ მისი ინტერესები გაითვალისწინოს და ბოლომდე გამოხატოს საკუთარი თავი თავის ბინაში, რადგან ეს არის ჩვენი საველიტო ბარათი და ის პირველი ემოცია, რასაც ადამიანები, რომლებიც ჩვენთან მოდიან, გვინდა რომ მივანიჭოთ მათ და რა თქმა უნდა ჩვენი კომფორტული გარემო უნდა მოვიწყოთ, იმიტომ რომ უმეტეს ნაწილს სახლში ვატარებთ და ყველა დეტალი უნდა იყოს ისეთი, რომელიც იმ ემოციებს გაგვიღვიძებს, რაც გვინდა რომ ყოველდღიურად მივიღოთ ჩვენი სივრცისგან. ნამდვილად ასეა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ და მადლობა ჩვენს მაყურებელს, რომელმაც ეს დრო გაატარა ჩვენთან ერთად. მეც დიდი იმედი მაქვს, რომ მათ გამოადგებათ დღევანდელი გადაცემა და შექმნიან ისეთ საცხოვრებელს, რომელიც მეც სურთ.